პოლონური დღეები საქართველოში პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს ორგანიზებით და პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით ღონისძიება წელსაც ტრადიციულად იმართება და მისი მთავარი მიზანი პოლონური პროდუქტების პოპულარიზაცია. წელს ღონისძიებაში 1000-მდე სავაჭრო ობიექტი მონაწილეობს, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ღონისძიება და მთლიანობაში როგორია საქართველო-პოლონეთის სავაჭრო ურთიერთობები. გვანცა გრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. გვანცა, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავიწყოთ პოლონური დღეებით საქართველოში 2025, რომელიც უკვე 5 წელია იმართება. საინტერესოა ვისაუბროთ წელს რა არის სიახლე, რა მიზანს ემსახურება უკვე მე-5 წელს თუ არის ვთქვათ გაფართოებული და შეცვლილი მიზნები და ასე რომ ვთქვათ რა არის დაგეგმილი აღონისძიებებს აერთიანებს ეს დღეები, რომელიც 13-ში დაიწყო და 24-ში სრულდება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. როგორც ახსენეთ, პოლონური დღეები საქართველოში უკვე მე-5-ით იმართება, ეს რიგით მე-5 გამოშვება არის. რაც შეეხება განსაკუთრებულობას, იმით არის წლევანდელი გამოშვება, რომ უფრო მასშტაბები განვავითარეთ. თუ იყო მანამდე გასულ წლებში დაახლოებით 750-მდე სავაჭრო ობიექტი ჩართული, წელს გვაქვს 1000-მდე და ეს საკმაოდ ისეთი ციფრია, რიცხვია, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ წარმატებაზე ამ პროექტის. რაც შეეხება ასევე სექტორებს, ამ კუთხითაც უფრო ფართო არჩევანი გვაქვს. სექტორების შემდგომში ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდები. თვითონ ახლა მიზანზე რო არ გარავცდეთ თქვენს შეკითხვას. პოლონური დღეების მთავარი მიზანი არის, რომ ქართულ მომხმარებელს, ესე ვთქვათ, გააცნოს პოლონური ბრენდები, მათი ესე ვთქვათ მრავალფეროვნება და ის რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ევროპული პროდუქცია და შესაბამისად კონკურენტულ ფასშია. ეს არის ესე ვთქვათ ამოსავალი წერტილი ამ ღონისძიების და ჩვენ აი 2 კვირის განმავლობაში, დაახლოებით ესე 10 დღე, 12 დღე გვაქვს ხოლმე მერყეობს ეს პერიოდი. კვირაულის ფარგლებში ვაკეთებთ ხოლმე პარტნიორ ქსელებთან, სავაჭრო ობიექტებთან ერთად ფასდაკლებს, სხვადასხვა აქტივობებს ვთავაზობთ მომხმარებელს. ეს იქნება ძირითადად ფასდაკლებები, რაღაც საინტერესო და კრეატიული თვითონ პარტნიორების მხრიდან შემოთავაზებული პრომო აქციები და აქტივობები პოლონურ პროდუქციაზე და როგორ შეიძლება რომ მომხმარებელმა ნახოს. ჩვენს Facebook გვერდზე არის პოლონური დღეები საქართველოში რომ აკრიფონ. ამ იქნება იქ ღონისძიების თვითონ შესახებ ახსნა განმარტება თუ რა ღონისძიება, რას ემსახურება, რომელი ვინ არიან პარტნიორი კომპანიები, სად შეუძლიათ რომ პოლონური პროდუქცია შეიძინონ ქართულ მომხმარებელს, როგორ ჩაერთონ ამ პროცესში და როგორ გაარჩიონ თუ ესე ვთქვათ რა პოლონური პროდუქცია არის. იქ შესაბამისად არის დახლებზე მონიშნული ჩვენს პარტნიორ ქსელებში პოლონური დღეები, ასე აწერია, ეს ვთქვათ ასეთი ლოგო არის, მსგავსი ნიშნულები დახვდებათ დახლებზე და შეუძლიათ ისარგებლონ ფასდაკლებებით. თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტს, სავაჭრო ქსელს აქვს შეთავაზებაში დაახლოებით 20-დან 50%-მდე ფასდაკლებები პოლონურ პროდუქციაზე აი ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება სექტორებს, სავაჭრო მიმართულებებს, ეს არის კვების სექტორი, რაშიც ყველაზე მზარდი და ყველაზე ესე ვთქვათ თვალსაჩინო არის პოლონური პროდუქციები დახლებზე საქართველოში. ეს არის კვების სექტორიდან ჩაუშალო ძის პროდუქტები, ხორცის პროდუქტები, ტკბილეული პოლონეთიდან. რაც შეეხება მეორე სექტორი, ეს არის კოსმეტიკური საშუალებები და ფარმაციული პროდუქტები, მათ შორის წამლები, კოსმეტიკა, ასე ვთქვათ, კოსმეტიკური დეკორატიული კოსმეტიკა, ასევე თავისმოლის საშუალებების მიმართულება. მესამე მიმართულება არის სამშენებლო სექტორი, სამშენებლო შესაბამისად ქსელების მიმართულებით, სამშენებლო მასალების არის ფართოდ წარმოდგენილი. არის ასევე ავეჯის სექტორი, არის ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგავს რომ წელს ჩაგვართენ ასევე სათამაშოების მაღაზიები და ესეთი ქსელები, რომლებიც ბავშვების საბავშვო პროდუქციას უკეთებენ რეალიზებას და ამ კუთხითაც გვაქვს სიახლე, რომ შეუძლიათ ბავშვების სათამაშოები შეისყიდონ ქართულ მომხმარებელმა, ისიც ესევე ფასდაკლებში. კიდევ არის სოფლის მეურნეობის სკოლაში შევეხეთ, საკმაოდ მრავალფეროვანი როგორ ჩანს, გვანც ახსენეთ, რომ საწყობო ქიმია, საოჯახო ქიმია, მოკლედ ძალიან დიდია ფართო არჩევანი, ასე ვთქვათ, პოლონური პროდუქციის. ანუ მომხმარებელთა ფართო სპექტრის ინტერესს დაფარავს პოლონური პროდუქცია, განსაკუთრებით ამ დღეებში, რადგან ფასდაკლებაა, როგორც აღნიშნეთ და მომხმარებელს ეს ძალიან მოსწონს ხოლმე ეს
ფასდაკლების აღნიშნული ნიშნები. ასე არ გამომჩნევს ბოდიშით დეგუსტაციები იქნება გარკვეულ ქსელებში საკვები პროდუქტების და იქნება ასევე საინტერესო კვიზები Facebook გვერდზე გარკვეულწილად ცალკეული პარტნიორები ესე ვთქვათ აკეთებენ პოლონეთის შესახებ საინტერესო კვიზებსაც რომლის შემდგომაც გამარჯვებულებს გადაეცემათ ესე ვთქვათ სიმბოლური საჩუქრები პოლონეთის მოპოვების შესაძლებლობაც არსებობს. ახსენეთ რომ გაზრდილია ინტერესი მონაწილე კომპანიების რიცხვი არის 1000-მდეო. რამ განაპირობა ინტერესის და ერთის მხრივ მინდა გკითხოთ და ასევე საკმაოდ მრავალფეროვანი სექტორები ჩამოთვალეთ თქვენ დივერსიფიცირება ამ მიმართულებით რამდენად თვალშისაცემია? ძალიან თვალშისაცემია განაპირობა დაუბრუნდები პირველ თქვენს ასე ვთქვათ შეკითხვის პირველ ნაწილს. განაპირობა ფიქრობ ერთის მხრივ პოლონეთიდან შემოსულმა პროდუქციამ, იმპორტირებულმა პროდუქციის ასე ვთქვათ რაოდენობის გაზრდამ უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით 2024-ში საშუალოდ წლიურად 23-24%-ით მაინც იზრდება პოლონეთიდან იმპორტირებული საქონელი საქართველოში და ასე ვთქვათ ეს თანდათან ემატება როგორც ვთქვათ სექტორების მიმართულებას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ ეს ნელ-ნელა ქართველი მომხმარებელი წმუნდება პოლონური პროდუქციის სანდოობაში, ხარისხში და რა თქმა უნდა ფასის შესაბამისად რომ პასუხობს ქართველი მომხმარებლის ასე ვთქვათ მოთხოვნებს ამ კუთხით განაპირობა ვფიქრობ აი ამან ზრდის მიმართულებით და ასევე ის რომ პოლონური დღეები რადგან მასშტაბური ღონისძიება და უკვე ჩვენ ვცდილობთ რომ დაფარვა გავაკეთოთ მთელი საქართველოს მასშტაბით კეთდება ეს და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა ჩვენმა პარტნიორმა უკვე შემოერთებულმა კომპანიებმაც ალბათ ასე ვთქვათ ჩათვალეს საჭიროა რომ საინტერესო მათთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიებაში მონაწილეობა და ჩვენ გვანცე საინტერესო რომელ სფეროებში ხედავთ ყველაზე მეტად პოტენციალს მიუხედავად იმისა რომ საუბრობთ დადებით დინამიკაზე აუცილებლად უნდა ითქვას რომ სავაჭრო ბრუნვა 224 მილიონია წელს 8 თვის ჭრილში და დაახლოებით ამდენიმე იყო ჩარჩან ანუ ზრდა შედარებით მცირე ტემპებით მიმდინარეობს ანუ სულყე დიდი სექტორების ჩართვა არის ალბათ აუცილებელი იმისათვის რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს ყველაზე მეტად პოტენციალს რა მიმართულებაში ხედავთ და ძვრები სად გვაქვს დიდი მადლობა შეკითხვისთვის პოტენციალს ხედავ გამომდინარე ჩვენ რომ გავყვეთ ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობებს ჩვენს რეგულაციებს რაც საქართველოში ხორციელდება მაგათაც უკანასკნელი ახლა ენერგოეფექტურობის მაჩვენებელს ენერგოეფექტურობას ზოგადად და ენერგოს მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებას ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით სამშენებლო მიმართულებით რაც ჩვენ შევიდა ძალაში კანონი და ავალდებულებს ასე ვთქვათ დეველოპერულ კომპანიებს სამშენებლო კომპანიებს რომ ეს კომპონენტი გაითვალისწინონ რადგან სავალდებულო არის უკვე შესაბამისად ამ კუთხით პოლონეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ინტერესიც არის პოლონური კომპანიებთან მზარდია მე რომ ასე ვთქვათ ვკითხოთ ჩემი მიმართულებით მომართვენება ძალიან ბევრი გოს ეს პოლონური კომპანიების რომლებსაც სურთ რომ ასე ვთქვათ ამ ტექნოლოგიების ტრანსფერი მოახდინონ ეგრეთ წოდებულ საქართველოში არის კლიმატის და გარემოს სამინისტრო პოლონეთის რომელსაც აქვს სპეციალური სააქცელერაციო პროგრამა Green Evo ქვია რომელიც პირდაპირ ასე ვთქვათ რომლის პირდაპირ მიზანი არის რომ პოლონურ კომპანიებს რომლებიც მწვანე ტექნოლოგიებში მოღვაწეობენ და მათ შორის ენერგოეფექტურობის კუთხით მშენებლობას უკავშირდება აფინანსებენ ესე ვთქვათ მათ არა მარტო ქვეყანაში განვითარებას და კვლევა განვითარების ნაწილში და მხარდაჭერას ასევე საზღვრებს გარეთ გაფართოებას და თავიანთი ტექნოლოგიების გადაცემას სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში ქართულმა კომპანიებმა შეიძლება ისარგებლონ ერთობლივი პროექტების წამოწყების და ერთი წარმატებული მაგალითი უკვე გვაქვს ხომ ასე ერთობლივი საწარმოს შემთხვევაში და მოდით მოგვიყევით მეტი დეტალი ამასთან დაკავშირებით აი არის ერთ უკვე პოლონურ ქართული საწარმოს წარმატების მაგალითი ვფიქრობ ჩვენ როგორც პოლონეთის ინვესტიციების დავაჭრობის სააგენტო და პოლონეთ ქართულ ბიზნეს ურთიერთობების ეს ვთქვათ ინტენსიფიკაციის ნაწილში მხარდამჭერი უწყება მიყვავს ხოლმე გამოფენებზე პოლონეთში ქართული დელეგაციები მათ შორის სამშენებლო მიმართულებით და რამდენიმე 2 წლის წინ იყო დელეგაცია წავიყვანეთ საქართველოდან ეს ვთქვათ ასევე სამშენებლო გამოფენაზე ჩამოყავს პოლონური კომპანიები და აი ამ ესე ვთქვათ ღონისძიებების ფარგლებში მოხდა ამ კომპანიების ურთიერთგაცნობა და პარტნიორობა და ეს ერთობლივი საწარმო ეხება საიზოლაციო მასალების უკვე საქართველოში წარმოებას პოლონური ტექნოლოგიით პოლონურმა კომპანიამ ესეთი არის პოლიტეხ, ესე ქვია ამ კომპანიას, რომელსაც თავისი ტექნოლოგია ტექნოლოგიების გადმოცემა, ასე ვთქვათ, გააკეთა ქართულ კომპანიაზე, რამდენიმე წლით ისინი ერთობლივად იქნებიან ჩართული ამ კვლევა განვითარების ნაწილში და საქართველოში აი ამ პროცესების და აი ამ საწარმოს და წარმოების პროცესის გაუმჯობესების ნაწილში და შემდგომ უკვე ესე ვთქვათ, ეს ქართული კომპანია უკვე დამკვიდრდება ბაზარზე, უკვე აწარმოებენ და არის ამისი ესე ვთქვათ, წარმატების რამდენიმე პროექტიც კი აქვს განხორციელებული საქართველოში ერთობლივად კონტექი ქვია ქართული კომპანიას. ინვესტიციის მოცულობაზე თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენიმე სიტყვა ვთქვათ
თუ კონკრეტული მონაცემები არ გვაქვს დაახლოებით რა მასშტაბზეა საუბარი. ეხლა ამ კონკრეტულ პროექტში ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ანუ მილიონს რა თქმა უნდა ხდება ეს ინვესტიცია ხა ვერ ჩავალ დეტალებში, რადგან ასევე ბიზნესებში შორის ურთიერთობის ნაწილია და მათი პრეროგატივა, მაგრამ თვითონ ესე ვთქვათ პოლონეთიდან ინვესტიციების ნაწილშია რომ ვთქვათ აი სამშენებლო მიმართულება, აგრომიმართულება საკმაოდ გაზრდილია. ზოგადად სურათს თუ ავიღოთ პოლონური ინვესტიციები საქართველოში ცოტათი შემცირებულია 2023 და 2024 წლები რო ავიღოთ, მცირედი ცვლილება არის ამ მცირედი ვარდნა, თუმცა ეს უკავშირდება მხოლოდ უძრავ ქონებას ეს ვარდნა და არა მაგალითად სამშენებლო სექტორს და აგროსექტორს. პირიქით აგროსექტორში მაგალითად მოხდა მოცვის მეურნეობაში და ესე ვთქვათ სანერგე მეურნეობის საქართველოში დაარსებას და ამ მოცვის კულტურის წარმოების ნაწილში პოლონური ინვესტიციის კიდევ ერთი წარმატების მაგალითი გვაქვს უახლოეს უკანასკნელ თვეებში მაგალითად, რაც მე უშუალოდ მაქვს გამოცდილება და ბატონო, გვანცა რადგან პოლონური კომპანიებისთვის გამტარი ერთგვარად ხართ თქვენ ჩვენს ქვეყანაში, საინტერესოა ძირითადად რა ბარიერებია, რასაც ისინი აწყდებიან ჩვენთან და თქვენ რას ისურვებდით, რომ ვთქვათ შეიცვალოს, გამოსწორდეს, რა ნაწილში რა მიმართულებები არის გადასახედი? ერთადერთი რასაც ვიტყოდი ყველაზე მეტად და პოლონური კომპანიები წინ წამოწევენ და ხას უსვამენ ხოლმე არის არ უკავშირდება ეს კომპანიებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობ რომ ტენდენციურად ასე ვთქვათ გაგებ ბიზნეს ურთიერთობების გაგება ქართველებს და პოლონელებს ვფიქრობ რომ ბევრი საერთო აქვს და არ უჭირთ ამ კომუნიკაცია და ურთიერთობების დამყარება, თუმცა მაინც გამდინარეკიდან რომ შორს არის ანუ ტრანსპორტირების საკითხი, აი ამ ასე ვთქვათ ლოგისტიკური ჯაჭვის სწორად დალაგება არის ხოლმე ერთ-ერთი კი არა და ყველაზე ხშირად გამოწვევა პოლონური კომპანიებისთვის, როცა საქართველოში იწყებენ ურთიერთობას. ეს ალბათ გამოწვეული არის, ალბათ კი არა, უმეტესად, როდესაც იქიდან მოდის ტრანსპორტი გარკვეული, იქნება ეს ქართული ლოგისტიკური კომპანია თუ პოლონური, აქედან წამავალი ტვირთი არ არის იმდენი, ასე ვთქვათ, სავაჭრო ბალანსი, როგორც თქვენ ესე ვთქვათ, ცოტა ისეთი არ არის, რომ აქედან წავიდეს უკვე კონკურენტული ფასად, ასე ვთქვათ, ტრანსპორტირების ხარჯები მოხდეს კონკურენტულად. რაც შეეხება საქართველოსთან ექსპორტს, ვიტყოდი რომ პირდაპირ ჩვენი ისეთ მოვალეობა არ არის ბუნებრივია, მაგრამ რა თქმა უნდა ქართულ კომპანიებსაც შეიძლება ექსპორტი აინტერესებდეთ პოლონეთში. მეხმარებით იმ კუთხით, რომ ვაწვდით ყველაზე პრესტიჟულ გამოფენებზე ინფორმაციას, თუ კი რამე შეიძლება ტარდებოდეს ძირითადად რა პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება? ძირითადად არის ღვინო, კაკლოვანი კულტურები, წვენები ნატურალური, შეიძლება რაღაც კონკრეტული ტექსტილი, ესე ვთქვათ, ძალიან ესეთი მცირე რაოდენობით, რეზინის პროდუქცია. ეს არის უბრალოდ ესე ვთქვათ დამხმარე, ნედლეული, რაც შეიძლება რომ იქ უკვე წარმოების წარმოებაში ჭირდებოდეს პოლონეთს. და თქვენ ახსენეთ ერთგვარი დისბალანსი. რა ნაბიჯებია საჭირო, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თქვათ ექსპორტ-იმპორტის ნაწილში ერთგვარი ბალანსი დავიჭიროთ? ფიქრობ, რომ ალბათ უფრო მეტი აქტიური ჩართულობა იქნება საჭირო, რომ მოხდეს დარგობრივ გამოფენებზე მონაწილეობა იმ კომპანიებისა, რომლებიც ასე ვთქვათ წარმატებულები არიან საქართველოში და აქვთ პოტენციალი, რომ პოლონურ ბაზარზე დაიმკვიდრონ თავი. ფიქრობ, რომ ღვინის სექტორში და ღვინის ასე ვთქვათ წარმოების ნაწილში ძალიან არის კიდევ დიდი პოტენციალი და ასათვისებელი ბაზარი, გამომდინარე იქიდან რომ პოლონელ მომხმარებლებს დიდი სიმპათია აქვს ქართული ღვინისადმი, უბრალოდ აქ უკვე დეტალებში არ ჩავალმე, მაგრამ ვთქვათ უფრო დეტალებში რომ ასე ვთქვათ ვახსენოთ, ეს არის უფრო მეტად გემოვნური ნაწილი, უნდა მოხდეს სწორი ბაზრის ანალიზი პოლონეთთან მიმართებაში, რომ უფრო მეტი მომხმარებელი ყავდეს ასე ვთქვათ ქართულ ღვინოს, იმიტომ რომ არის ამის საკმაოდ პოტენციალი, ვხედავთ უბრალოდ საჭირო არის რომ უფრო მეტი ჩართულობა. და გვანცა ბოლოს მინდა აუცილებლად გკითხოთ, რამდენად არის პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსთვის მარკეტინგული კამპანიების თვალსაზრისით პოლონეთი და რამდენად გრძნობთ თქვენ მხარდაჭერას თუნდაც ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის ნაწილში, ანუ ინტერესი პოლონეთის მიმართ თუ არის სხვადასხვა პროექტებში? კი ბატონო, მე სხვათა შორის მქონია არა პირდაპირ თუ პირდაპირ ქართულ მწარმოებელთანაც საუბარი, რომლებსაც აინტერესებთ პოლონეთის ბაზარი, სხვათა შორის ამ გამოფენებზე მონაწილეობის კუთხით ჩვენ მიყვავს ხოლმე კვების გამოფენები, უბრალოდ როგორც მყიდველები, როგორც იმპორტიორები, მათ ასე ვთქვათ დაფინანსების მექანიზმიც კი არსებობს და ისინი მიყვავს ხოლმე, თუმცა როგორც ეს ექსპორტიორი, ვინც შეიძლება რომ წავიდეს და იქ გამოფენის სტენდით იყოს, მათთვის არ გვაქვს დაფინანსება, მაგრამ მე რო ვაწვდი ხოლმე ინფორმაციას, მათ აინტერესებდა რამდენიმეჯერ დავაკავშირე კიდეც ორგანიზატორებს, რომ სტენდის ნაწილის ორგანიზება მოეხდინათ. თუმცა საბოლოოდ ახლა როგორ მივიდა ეს არ ვიცი, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ამ კუთხით კიდევ არის საჭირო გააქტიურება, რომ აქტიურება ამ მიმართულებით. უფრო ისეთ ნიშნულს მიაღწიოს თუ საქართველოსთან ექსპორტს წინებულ პროდუქციას გულისხმობ. გარდა ამისა, აი ამ როგორც კიდევ ახსენე ეს ლოგისტიკური ჰაბი, როგორც საქართველოს პოზიციონირებს და ესე ვთქვათ ევროპის ბევრი ქვეყნებისაც, რომლებსაც საქართველოსთან პოზიტიური განწყობა აქვთ.
საქართველოს დაინახონ როგორც პოტენციურად ცენტრალური ადგილი კავკასიაში და იქედან მათი ესე ვთქვათ პროდუქციის შემდგომ ქვეყნებში აზიის, შუა აზიაში, ცენტრალურ-აზიაში გატანის პერსპექტივის ნაწილში ჩვენც ესე ვახდენთ პოლონეთში საქართველოს პოზიციონირებას, ბუნებრივად ჩემი ერთ-ერთი მოვალეობა არის რომ მოვიზიდო ასევე პოლონელი ინვესტორი ნებისმიერ მიმართულებით, იმიტომ რომ მათთვის პირველი საკონტაქტო პუნქტი მე ვარ. ამიტომ შესაბამისად ვცდილობთ რომ ესე ვთქვათ ესეთი ინფორმაცია მივეწოთ რომ საქართველოსდან არის ამის პოტენციალი. უბრალოდ უნდა იყოს დალაგებული სწორად ეს ლოგისტიკური ჯაჭვი, ასევე აქ იქნება ეს თვითონ სასაწყობე მეურნეობები უნდა გაკეთდეს, რომ ესე ვთქვათ, მსხვილ ტვირთბრუნვას ესე ვთქვათ მოემსახუროს, გადატვირთვას კი სარკინიგზო მიმართულებითაც იყო ინფრასტრუქტურული მიმართულებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენი წყალობით და მეშვეობით საქართველოს კონკურენტუნარიანი მიმართულება წარმოჩინდება პოლონეთში. კი ბატონო, ვცდილობთ. ძალიან დიდი მადლობა. თუ იქნება საინტერესო მაგალითად რომ ქართულ ბიზნესს საქართველოს პოლონეთში უნდა ინვესტირება, იქაც ჩვენი უწყება არის პირველი საკონტაქტო პუნქტი, რომელიც უცხოელ ინვესტორს ესე ვთქვათ პოლონეთში მიზიდავს და დაეხმარება იქ ესე ვთქვათ საქმიანობის განვითარებაში. კი ბატონო, ანუ ქართულ კომპანიებს თამამად შეუძლიათ მოგმართონ თქვენ და გქონდეთ თქვენი იმედი ყველა დეტალში დახმარების. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს, რომ პოლონური დღეები საქართველოში 2025-13-ში დაიწყო და 24 ოქტომბრის ჩათვლით ტარდება, მათ შეუძლიათ მიიღონ ძალიან ბევრი სარგებელი ამ დღეებიდან. ასევე დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის, გისურვებთ წარმატებას. მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო გვანცა გრიგალაშვილი, პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი.